ისრაელმა დაბომბა შენობა, სადაც ირანის უმაღლესი საბჭოს 88 წევრი ალი ხამენეის მემკვიდრეს ირჩევდა. თავდასხმის დროს ასამბლეის წევრები ხმის მისაცემად ემზადებოდნენ. შენობა ქალაქ ყუმში მდებარეობს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით შტატებმა და ისრაელმა ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველივე შეტევისას ირანის 59 უმაღლესი რანგის ლიდერი მოკლეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თეირანში მეჰრაბადის აეროპორტზე ისრაელმა და ამერიკამ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ჰეზბოლა კი ისრაელთან ღია ომის დაწყებას აანონსებს. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, შეიარაღებულ დაჯგუფებას წინააღმდეგობის რეჟიმში დაბრუნების გარდა სხვა გზა აღარ დარჩა. ისრაელელმა სამხედროებმა ლიბანის საზღვართან მდებარე 59 სოფლის მცხოვრებლებს ევაკუაციის ბრძანება მისცეს და გააფრთხილეს, რომ მალე მიიღებენ შესაბამის ზომებს ჰეზბოლას საქმიანობის წინააღმდეგ. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ირანიდან გაშვებული 172 რაკეტა და 755 დრონი გაანადგურა. ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების პრესპიკერის თქმით, მათი მიმართულებით ირანმა სულ 186 რაკეტა გაუშვა, რომელთაგან 13 ზღვაში ჩავარდა, ერთი კი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე. საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო. სომხეთის პრემიერს აეროპორტში ბოჭორიშვილი დახვდა. ცოტა ხნის წინ კი ფაშინიანი კობახიძესაც შეხვდა.